სახელმწიფო უწყებების სტაბილურობის, უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების არგუმენტით ქართულ ოცნებას შინაგანსა სამინისტროში საჩივარიში აქვს მათ წინააღმდეგ, ვინც საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ შეურაცხყოფელ ლექსიკას გამოიყენებს. ინიციატივა მმართველი პარტიის წევრ ირაკლი კირცხალიას ეკუთვნის. სიძულვილის ენა იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერის სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას. რამაც როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება. შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილი ენის კამპანიის საპასუხოდ ვიწყებთ სამართლებრივ დავას და საჩივრით მიმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ერის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება. საარჩევნო შეტანას მიესალმებიან ირაკლი კირცხალიას თანაპარტიელებიც. ისინი ამბობენ, რომ შეურაცხყოფელი გზავნილებით მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტებს აწყობენ. ფაქტია, რომ შეტევის ეს ფორმა, რომელიც კონკრეტულ გეგმას უკავშირდება, ეს არ არის სპონტანური, ეს არ არის ემოციური ნიადაგზე განხორციელებული, ეს არის ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი ამ ტერორისტულ აქტებს, აქციებს, აქვს გარკვეული მიზანი, რომ ეს საყოველთაოდ გავრცელდეს ასეთი დამოკიდებულებები და ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს იმ პროცესებზე, რაც ჩაწერილია მათ სამოქმედო გეგმაში. სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი პარტია ქართული ოცნების მიერვე 2025 წლის თებერვალში მიღებული კანონი გახდება. ამ კანონმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეებისა და სამართალდამცველთა მიმართ შეურაცხყოფელი ქმედება დასჯადი გახადა. რეგულაცია ჯერ კიდევ პარლამენტში ინიციირების ეტაპზე გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა და მას რეპრესიული უწოდეს. ანალიტიკოსები ახლაც ამბობენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს ამერიკული და ევროპული კანონმდებლობების სახელით საქართველოში რუსული სტილის შეზღუდვები დააწესოს, რითაც მათი თქმით სახიფათო პრეცედენტი იქმნება. თუ კი აპრიორი არ არის რაიმე ძალადობისკენ მოწოდება ან საფრთხის შემცველი არ არის, მასში ჩარევა არანაირად არ შეიძლება. ამას ისიც ემატება, რომ თუ კი კრიტიკა მიმდინარეობს პოლიტიკური ფიგურის მიმართ, ვის მიმართაც მაღალი დონის საჯარო ინტერესი არსებობს, ჩვენი საკანონმდებლო პრაქტიკით, აქამდე საკონსტიტუციო პრაქტიკით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც მაღალი დაცვის სტანდარტი არის. საბამისად, ეს ჩარევა, როგორც ასეთი, ყველანაირად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არის ამდენად დაუშვებელი. პლუს გარდა ამისა, ეს ასევე ქმნის მსუსხავ ეფექტს სხვა ადამიანების მიმართაც, რომ არ დაწერონ თავიანთი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში, რაც ამცირებს გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩვენ რასაც ვხედავთ საქართველოში აი ამ კანონმდებლობების მიღებით, არა მარტო ფარაზია საუბარი, ხო, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით, არის ზოგადი ისეთი ტენდენციის შექმნა, რომელიც მოსახლეობას, ინდივიდებს და მედიას საშუალებებს ხელს შეუშლის, რომ დამოუკიდებლად გამოხატონ კრიტიკული აზრი. თებერვალში მიღებული კანონი ქართულმა ოცნებამ პრაქტიკაში უკვე რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანეს პარტიის წევრებმა დავით მათიკაშვილმა, ირაკლი ზარქუამ და მარიამ ლაშხმა. აქტივისტების ნაწილის შემთხვევაში სასამართლომ ჯარიმა გამოიყენა, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ანალიტიკოსები საუბრობენ კანონის აღსრულების მექანიზმებსა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებაზე. ყველას დაგვიჭერენ და ყველას მიმართ მე მგონია რომ ლოჯისტიკურად ცოტა რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ აი კონკრეტული პირის მიმართაც დევნის დაწყება უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. აი ამ სუსხავი ეფექტის გამო. მედიების წინააღმდეგაც ერთი კონკრეტული სარჩელი შეტანაც ესეთ სუსხავ ეფექტს ქმნის და ზოგადად არ უნდა იქნას ისეთი ლანდშაფტი და ისეთი გარემო შექმნილი, რაც ადამიანს შესაძლებელია გქონდეს გამოხატვისთვის რაიმე შიში, რომ მე რო კრიტიკულ აზრს გამოხატავ, რაც კონტრიბუციას ახდენს პოლიტიკურ დისკურსში. მიუხედავად იმისა, თუ შეიძლება ცოტა მკაცრი ფორმებითაც მოხდეს ყველაფერი, რომ რაიმე ფორმით შეიძლება დაისაჯოს. ეს არის სწორედ აი საწინდარი იმისა, რომ აღარ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება და უკვე ყველა დემოკრატიული პროცესები ჩამოიშალოს შემდგომში. სოციალურ ქსელებში რეგულაციების დაწესების ინიციატივით პარლამენტში ქართული ოცნების სიით მოხვედრილმა, ამჟამად კი ხალხის ძალის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 4 მარტს განაცხადა. სოციალები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და
უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ, რასაც აუცილებლად ხდება ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა უბრალოდ შეუძლებელია ძალიან ხშირ შემთხვევაში. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება შინაგანსქმედა სამინისტროს ქართული ოცნების სარჩელზე და აღიძრება თუ არა ახალი საქმეები ადმინისტრაციული წესით. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მმართველ პარტიას მოუწოდებენ შეწყვიტონ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. საპასუხოდ კი ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათი მიზანი არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ მისი ზრდილობის ფარგლებში მოქცევა.